სერბეთში ათასობით ახალგაზრდა ორდღიან საპროტესტო მსვლელობას შეუერთდა. მარში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან დაიწყო და ქალაქ ნოვი სადში დასრულდება, სადაც დემონსტრანტები შეუერთდებიან ქალაქში დაგეგმილ მასობრივ აქციას. მარში ქალაქ ნოვი სადში 1 ნოემბერს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეძღვნება. ზუსტად 1 წლის წინ ქალაქში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 16 მოქალაქე ემსხვერპლა. ჩვენ მსვლელობას ვმართავთ პირველ რიგში ჩვენი მორალური ვალდებულების გამო. გვინდა პატივი მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებიც რკინიგზის სადგურზე მომხდარ ნგრევას ემსხვერპლნენ. ვფიქრობ, პატივის მისაგებად მსვლელობები ერთგვარ ტრადიციად იქცა. გვინდა გავიაროთ ყველა ადგილი ნოვი სადისკენ მიმავალ გზაზე და შევახსენოთ იქ მაცხოვრებლებს, რომ ჯერ ჩვენ კიდევ აქ ვართ და ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ ეს დასასრული არაა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამ გზას გავდივართ, რადგან არც ერთი ჩვენი მოთხოვნა ჯერჯერობით არ შესრულებულა. არაფერი შეცვლილა და ჩვენ იქ მივდივართ იმ იმედით, რომ საბოლოოდ ყველაფერი შეიცვლება. 90 კილომეტრიანი მარშის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ შაბათს ნოვი სადში 10,000-ობით დემონსტრანტი შეუერთდება აქციას. საპროტესტო აქციის მონაწილეები სადგურზე მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კორუფციაში ადანაშაულებენ. დემონსტრანტები პასუხისმგებელთა დასჯას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ყველას ესმის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. კუთხეში ვართ მიმწყდაულები და ვკარგავთ ჩვენს ქვეყანას. თუ კი უკვე არ დავკარგეთ. ეს უკანასკნელი მოწოდებაა, რომ გამოვხიზლდეთ. 1 წლის შემდეგ ბრძოლა არ შემწყდარა. სწორედ ამის საჩვენებლად მივდივართ. მარშზე ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით, ველით დიდ მხარდაჭერას. ეს იქნება მშვიდობიანი პროტესტი. 1 წლის განმავლობაში პროტესტის ჩახშობა ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენჯერმე სცადა. ხელისუფლებამ გაამკაცრა რეგულაციები შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონშიც. თუმცა 1 წლის შემდეგაც საპროტესტო აქციებს 10,000-ობით მოქალაქე უერთდება.